ქართული ტრადიციული სიმღერის საოცარი შემსრულებლები. Რა თქმა უნდა, პრინციპში ყველასთვის ძალიან კარგად ნაცნობ ანსამბლზე უნდა ვისაუბროთ. დღეს ეს გახლავთ ანსამბლი მარგალიტი და ასევე ტურნეზე ვისაუბრებთ, რომელიც მთელ საქართველოს მოიცავს, რომელიც იწყება და რასაკვირველია, პირველ რიგში მოდით ჩვენი სტუმრები წარმატგინოთ და უკვე შემდეგ გავეცნოთ ამ ტურნეს დეტალებს და ვიცი რომ ძალიან ბევრ ქალაქში იგეგმება მოკლედ კონცერტები, რაც ძალიან სასიამოვნოა. ანსამბლის ესე იგი ხელმძღვანელი, სამხატვრო ხელმძღვანელი ნატალია ივანიშვილი გახლავთ ჩვენთან ერთად და თათია დარსანი ანსამბლის წევრი. დილამშვიდობისა და დიდი მადლობა პირველ რიგში რომ დილიდან ჩვენთან. მე ვარ ძალიან ბედნიერი ახლა ეს გოგოები რომ ჩვენთან არიან. დილას ფათაშორის ამაზე საუბრობს მინდა გითხრათ. აბა ვარ კარგ განწყობაზე, იმიტომ რომ ეს მართლა მარგალიტივით გოგოები შემოვიდნენ, რომლებიც ღერიან არა ჩვეულებრივად. ჩვენ რამდენიმე შეხება გქონდა ფესტივალზე, ქალაქური სიმღერის ფესტივალზე, სადაც გოგოებმა გაიბწყნეს და იფრინეს. ახლა ისევ თქვენთან პირველ რიგში მოდით აი ანსამბლის ისტორიით დავიწყოთ მაყურებლისთვის და ყველასთვის ჩვენთვის. როგორ დაიწყო ეს ამბავი? დილამშვიდობის, დიდი მადლობა. მე ხარია რომ მოვედით, გილოცავთ ახალ სივრცეს, ძალიან ლამაზია ჩვენ პირველად ვართ. კი, ანსამბლი მარგალიტი პირველ რიგში დავიწყეთ ყველაფერი მეგობრობით, უკვე 16 წელია ერთად ღერით ვგალობთ და ყველაფერი დაიწყო გალობით და ჩვენი ესე ვთქვათ სასიმღერო და სამგალობლო გაერთიანება უკავშირდება რა თქმა უნდა მეგობრობას და მე უკვე გადავწყვიტეთ რომ შეგვექმნა ანსამბლი 16 წლიანი ასე ვთქვათ ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან სიმღერა გალობის და ძირითადად ვემსახურების ტრადიციულ სიმღერას და გალობას. ნუ პატარ-პატარა სიურპრიზები გვაქვს ხოლმე, მაგრამ ძირითადად მხოლოდ ტრადიციულში ვართ. და რა შეეხება ტურნეზეც რო გადავიდეთ და ვთქვათ რომელ ქალაქს მოიცავს და მუსიკალურ ნაწილზე უკვე შემდეგ კითხავთ აუცილებლად. ტურნეზე პირველ რიგში მადლობით უნდა დავიწყო, იმიტომ რომ მარგალიტი აი დიდი ხანია ელოდება ამ ტურნეს, ძალიან გვინდოდა რომ გასტროლები ქონოდა პირველ რიგში საქართველოს კუთხეებში და კულტურის სამინისტროს მინდა რომ დიდი მადლობა უთხრა ქალბატონ თინათინ რუხაძეს გვერდში დგომისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ასე დროს მხარდაჭერა, სხვანაირად ფიზიკურად ვერ გამოდის. ანსამბლში ამ წუთას 13 წევრი ვართ და სრული ძალებით ვემზადებით პირველი ტურისთვის. პირველი ტური გვაქვს გურიაში, შემდეგ კვირას 19 ივლისს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დარბაზში. აქვე მადლობა მინდა უთხრა ფოლკლორის ცენტრის დარბაზს, მის დირექტორს გიორგი დონაძეს და ყველას, ვინც მხარს გვიჭერს. ვემზადებით გურიაში მივდივართ, შემდეგ წავალთ სვანეთში, შემდეგ მივდივართ რაჭაში, ქართლში, კახეთში და მოკლედ პირველ ეტაპზე 5 რეგიონს მოვიცავთ და მიგვაქვს აი ეს დისკი, აქვე თქვენს ეს საჩუქრად მოგიტანეთ, ამბავი ჩემი მხარის აქვეა დისკი, სადაც 25 ნიმუშია შესული, ყველა არის ფოლკლორული ნიმუში და თითქმის ყველა კუთხის სიმღერა გვაქვს და გადავწყვეტეთ რომ ეს რა თქმა უნდა ყველა კუთხეს უნდა გავუზიაროთ და ჩვენც უნდა გავიზიაროთ იქაური. ეს უციცი ახალი დისკი. კი, ახალი დისკია, ეს თქვენთვის საჩუქრად. ფათაშორის პირად საუბარს აქვს თათია ჩემთან ნათქვამი რომ შემადგენლობა არის ისეთი ანსამბლის რომ ფაქტიურად ყველა კუთხის წარმომადგენლებით არის წარმოდგენილი. ყველა კუთხის წარმომადგენელი აქა და ალბათ ამიტომაცაა მათი სიმღერა ესე არაჩვეულებრივი რომ მეგრულის არაჩვეულებრივად გურულის კახურის ყველა სიმღერა ამათი შესრულებით არის საოცარი. ამიტომ დრო იყო უკვე კუთხეებში გავსულიყავით და რა სიმღერები შესრულდება დაუშვათ ამ ტურნეს ფარგლებში. თუ ესე თითო კუთხეში იმ კუთხის სიმღერებს აპირებთ. არა, რაც მოიქნება. ნუ ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. დიახ, უმთავრესი რაც იქნება, ვფიქრობთ რომ ამ აუდიო ალბომში შესული სიმღერები წარვადგინოთ, გარდა ამისა, გვინდა რომ უფრო მრავალფეროვანიც იყოს, შევთავაზებთ აგრეთვე საეკლესიო გალობის ნიმუშებს, ქალაქურ სიმღერებსაც, ჩვენეულ ვერსიებს საკომპოზიტორო სიმღერების, მაგრამ უმთავრესი იქნება რა თქმა უნდა იმ კუთხის სიმღერები, რომლებშიც ვაპირებთ მოგზაურობას და სხვადასხვა კუთხის, რო ცოტა მრავალფეროვნებაც იყოს, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის თითო კუთხეში მოგზაურობა, რათა უფრო მეტად სიღრმისეულად გამოვხატოთ ის ჩვენი ემოციები და ეს კუთხური ელფერი შევძინოთ ჩვენს სიმღერებს, რომელიც ძალიან საპასუხისმგებლოა აგრეთვე, როდესაც ჩადიხარ რომელიმე კუთხეში და ასრულებ იქაურ სიმღერას და აგრეთვე ძალიან საინტერესოა იქაურ ეთნოფორებთან ურთიერთობა, ბავშვებთან, რადგან თბილისური ანსამბლებისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი არის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობა.
იცით რა მაინტერესებს? აი დაუშვათ აი დღეს დარწმუნებული ვარ რომ ყველა ანსამბლს რაღაცა თავისი არსებობის მანძილზე ასე ვთქვათ ბევრი პრობლემის გადალახვა უწევს ხო დაუშვათ შეიძლება ეს იყოს ფინანსური პრობლემები შეიძლება შემოქმედებითიც არ გამოვრიცხავართ ამას აი რა პრობლემების გადალახვა მოგიწიათ აი ამ ტურნემდე მე მაინტერესებს აი ხო მიხვედით აი ამ ტურნემდე იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი საქმე ხო ან თუნდაც საორგანიზაციო კუთხით რომ ამ ყველაფერს ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება იმდენად არა რამდენადაც ეს ტექნიკური თვალსაზრისით და ნუ მოგეხსენებათ ალბათ თითქმის თბილისში ძალიან ბევრი ანსამბლია ენთუზიაზმზე მათ შორის ჩვენც მაგრამ რომ არა მხარდაჭერა ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით იმიტომ რომ როგორც ახსენეთ გარდა ფინანსური მხარდაჭერისა 13 ადამიანის დაორგანიზება კუთხეებში მოგზაურობა იქ დარჩენა ეთნოფორების ნახვა ეს ყველაფერი ტექნიკურად ცოტა ისეთია თუმცა ჩვენ ეს ფუფუნება გვაქვს რომ 13 წევრი ჩართულები ვართ ვინაწილებთ ხოლმე ზოგს რა აბარია და ერთობლივი ძალებით აი დღეს უბრალოდ გოგოები ჩვენთან ერთად არ არიან თორე ისინიც იტყოდნენ რომ ყველა ერთად ვართ ჩართული ამ ხრივ ყველა კუთხეს რა თქმა უნდა პირველ ეტაპზე ვერ მოვიცავთ ფიზიკურად შეუძლებელია მაგრამ ეხლა დავიწყებთ ამ 5 კუთხით სადაც მივდივართ ამ 5-ვე კუთხეში ყავს 5-ვე კუთხის წარმომადგენელი და ამიტომაც რა თქმა უნდა სიმღერებიც ისე გვაქვს შერჩეული რომ მაქსიმალურად მივაწყდოთ ის რაც გვინდა. ყველაზე მთავარი რაც არის ჩვენთვის იქ ჩასული ადამიანები ჩვენი მაინც თბილისურ ანსამბლს თავისი ის აქვს მიმართულება აქვს რა კი ამ ჩანაწერებზე ვართ რაღაცა არქივებზე მაგრამ იქაურ ეთნოფორებთან ურთიერთობა ძალიან შემოქმედებითი და შემეცნებითია და ის ყველაზე მნიშვნელოვანია აი ამაზე ვიყავით უფრო ორიენტირებული და გვიხარია მე მგონი რომ ტექნიკურად უკვე ბოლოსკენ ვართ და ყველაფერი გამართულია და ვემზადებით აქტიური რეპეტიციებით და შემდეგ შაბათს გავემგზავრებით უკვე გურიაში. ნუ აი ეს თქვენი მუშაობის სტილი მართლაც საოცარია, იმიტომ რომ მე მათგან მარგალიტებისაგან ისეთი სიმღერები მაქვს მოსმენილი, რომელიც არ არის პოპულარული და ყოველდღე ანსამბლებში არა, იმიტომ რომ ისინი მართლა ისეთი ძიების პროცესში არიან, რომ მაყურებელს მსმენელს შესთავაზონ ისეთი ორიგინალური ქართული ძველი სიმღერები, რომელიც პირდაპირ გეუბნება რომ ამ ხალხმა ძალიან ბევრი იწვალა და ძალიან ისეთი ხო, ახლა სანამ დავემშვიდობებთ გოგოებს, აი ამ დისკიდან ჩვენ მაყურებელს გვინდა მოვასმენინოთ ერთ-ერთი მარგალიტი და თქვენ კიდევ მადლობა გითხრათ მობრძანებისათვის და წარმატება და მხოლოდ წარმატება. სხვაფრივ წარმოუდგენელია მარგალიტის არსებობა ამ ქვეყანაზე წარუმატებლობის გარეშე. ღმერთმა დალოცოს თქვენი ყოველი ნაბიჯი, ყოველი ნამღერი სიმღერა და ის საოცარი ჰარმონია და შეთანაწყობა, რომელიც აი ამ გოგოისა და ნატალიას აქ მეორე ხმა შეიძლება დაეცე და აღარ გაცოცხლდე. და ფიზიკურ ტრიალებს თელი ანსამბლი. მადლობა თქვენ. საოცარი ხმები, ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ.